კავშირი. Აი ღმერთო, ოღონ მოაცილეთ ეს ქვეყანა ამ დასავლეთის ვექტორს და ვინო ხერი? ვინო ხერი? და სხვათა შორის ევროპაში ძალიან დიდი დებილიზმი არის გაბატონებული. თავადაც არ კმარათ, უბრალოდ იმის ტვინიც არ კმარათ, რომ საქართველოსთან ასეთი დამოკიდებულებით და ქართველებთან ასეთი დამოკიდებულებით თვითონ უფრო ბევრად მეც წააგებენ და თვითონ უფრო ბევრად წამგებიან პოზიციაში იქნებიან, ვიდრე საქართველო და ქართველიერი. საქართველო და ქართველიერი მონახავს საშუალებას იმისას, რომ თავი გადაირჩინოს. და აი ის მთელი სავაჭრო ეკონომიკური დერეფნები, რომლებიც საქართველოზე გადის, ის ყველაფერი რითაც თუნდაც ჩინეთთან ახერხებენ კონტაქტს, კავშირს, თუნდაც კავკასიაში მათი გავლენა, მათი პარტნიორი რო იყოს ყველაზე უკეთესად და იყოს საჩვენებელი, რომ აი ევროკავშირთან პარტნიორობა როგორი სიკეთის მომტანი არის საქართველოსთვის, საქართველოს მაგალითზე შეგიძლიათ გენახოთ, რომ სხვა ქვეყნებსაც მოუნდეთ მაგალითად მათთან კავშირის დაჭერა. არა, მათ არ ეყოთ. მათ არ ეყოთ ამის ნება, მათ არ ეყოთ ამის ჭკუა, მათ არ ეყოთ ბრიუსელში არ ეყოთ ამის აზროვნება, მათ აირჩიეს, რომ თურმე მათ ასე ურჩევნიათ. ნუ კარგი, თუ ასე ურჩევნიათ, ქართველიერი ვერ შეეწირება ვერც ერთი ქვეყნის იმას რა ქვია, ტაშფანდურს და მოთხოვნებს. კეთილი ინებონ ევროპელებმა და თვითონ იომონ. მაგათ საზღვრებთანაა ომი. მე არ მაინტერესებს საერთოდ ფეხებზე მკიდია რუსებიც, ფეხებზე მკიდია უკრაინელებიც, ფეხებზე მკიდია ევროპელებიც. დაუხოციათ ერთმანეთი. არ მაინტერესებს. რატო უნდა მაინტერესებდეს მე ქართველ კაცს პრობლემები დასავლეთს და რუსეთს შორის? მე ჩემი ქვეყანა მაქვს მისახედი და ჩემი ქვეყანაა გადასარჩენი. ეს კი მაინტერესებს. არ კმარათ, ამის ტვინი არ კმარათ. თუ კი რუსეთი ძალის პოლიტიკას ატარებს და ძალიან უჭირთ რუსებს ნორმალური პოლიტიკის გატარება საქართველოში, მათ ყველაფერი გააკეთეს. საიმისოდ, რომ საქართველოს ხელისუფლებებთან მარტო კი არ ქონოდათ პრობლემა, ქართველი ერთთან ქონოდათ პრობლემა. გასაგებია, რომ ქართველიერი ქრისტიანი მართლმადიდე უამრავი რაღაცა გვაკავშირებს რუსებთან და არ შეიძლება რომ ეს ერები იქნას ერთმანეთთან დაშორებული. მათ ყველაფერი გააკეთეს საამისოდ. შენ ერთ მტკაվել ერთ გოჯ მიწაზე დაგიწყეს ეს თქვენი არა, ეს თქვენია, ეს თქვენ უნდა არსებოთ. არ ეყოთ მათ ეს ჭკუა. არც ევროპელებს ეყოთ ამის ჭკუა. რომ ქართველი ერისთვის ელემენტარული საარსებო პირობები შეექმნათ. ეს მათი პოლიტიკის ნაწილია. რუსები ასე ხედავენ, ხისტი ძალის პოლიტიკას ხედავენ, ევროპელები გადაგვარების პოლიტიკას ხედავენ, ოსმალები გათურქების პოლიტიკას ხედავენ. ჩინელები ეს პოლიტიკას ხედავენ. ჩინელებს ჭირდებათ მჭიდრო ეკონომიკური პარტნიორი, რომელიც შვიდობიან უზრუნველყოფას მოახდენს ჩინეთის ეკონომიკისთვის დერეფნების გატარებას. ნუ ახლა თქვენ რომელი გირჩევნიათ? მე ვხედავ, მე ნახდათ გეტყვით, რომ მე ჩვენი ქვეყნის განვითარებას, ჩვენი ქვეყნის სასიკეთო განვითარებას, მე ვხედავ ზუსტად ჩინეთთან ახლო ეკონომიკურ, ახლო პოლიტიკურ და ახლო კულტურულ კავშირებში. ნამდვილად. მე არ ვამბობ იმას, რომ აქ ჩამოვიდეს და მთელი ჩინეთი აქ დასახლდეს, რაც ეს ხელოვნურად შექმნილია. შენ რის უფლებასაც მიცემ საქართველოში სხვა ერებს და სხვა ქვეყნებს ისე მოიქცევიან ისინი. ჩვენ მივეცით უფლება ამერიკელებს, რომ საქართველოში თავზე გადაისხან ყველაფერი და მათ კონდეთ იმუნიტეტი მინიჭებული. ეხლა კოცებს მინდა უთხრა, ამოიღეთ ის ხელშეკრულება, რაც ამერიკელებთან არის დადებული და ამერიკელებმა სამხედრომ საქართველოში კაცი რომ მოკლას, იმას ვერ იჭერთ. იარაღის ტარების უფლებით დაწყებული ყველანაირი იმუნიტეტი იცავს ამერიკელ სამხედროს. ვინმე გაბედავს ევროპელებს ვიზა დაუწესოს საქართველოში და ქართულმა მხარემ სანქცია დააწესოს იმის გამო, რომ წვირს ყოფენ საქართველოში. ნახეთ მაგათი ელჩები როგორ იქცევიან. გაძევებას, ვინმე გაძევებას ჩვენ ცალმხრივი იმით ხვდები. ჩვენ მივეცით ამათ საშუალება, რომ საქართველოში თავზე გადაემხოთ. რასაც მის ქვეყანაში ვერ გაბედავენ, საქართველოში გაბედონ. და როდესაც მიცემ რაღაცის უფლებას და მე აუკრძალა, მე გეტყვის, რაშია საქმეო. ამიტომ თავიდანვე თუ იქნება მიგრაციის კანონი დარეგულირებული საქართველოს და ჩინეთს შორის, ეკონომიკური კავშირებს და სხვა ბევრი რამეს, ეს მხოლოდ და მხოლოდ სიკეთეს მოუდანს ჩვენ ქვეყანას და კიდე ერთხელ ვიტყვი, რომ ახლა ჩინეთი რო იყოს ჩვენი სახმელეთო მეზობელი, მე ნამდვილად არ ვიტყოდი ამას. არ ვიტყოდი, იმიტომ რომ სახმელეთო მეზობლებთან ჩინეთს სხვა პოლიტიკა